იმის გამო, რომ დანამატების ინდუსტრიაში ეფექტების გადაჭარბება და ხანდახან პირდაპირ ტყუილიც კი ძალიან ხშირია, დასაწყისისთვის ჯობია ეფექტური და არაეფექტური დანამატების გაფილტვრა ვისწავლოთ. ამისთვის სულ 4 კრიტერიუმი დაგვჭირდება და თუ რომელიმე დანამატი 4-ს დააკმაყოფილებს, მაშინ მისი გამოყენება თავისუფლად შეგიძლია დაიწყო. ხოლო თუ რომელიმე დანამატი ერთს ან რამდენიმეს ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ შეგიძლია ცოტა ხნით გვერდზე გადადო და მეტი ინფორმაციას გამოსვლას დაელოდო. ამ კრიტერიუმებიდან პირველი არის საკმარისი ინფორმაციის არსებობა. რაც უფრო მეტ დამოუკიდებელ ტესტს შეუძლია დანამატის ეფექტურობის და უსაფრთხოების დამტკიცება, მით უფრო უკეთესი. მეორე კრიტერიუმია ტესტირების ისტორია. ინფორმაციის არსებობა კარგია, მაგრამ უმჯობესია დანამატს კვლევების 5 წლიანი ისტორია მაინც ჰქონდეს. აქაც, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი, მით უკეთესი. მესამე კრიტერიუმია შეთანხმებული შედეგები კვლევებს შორის, ანუ სხვადასხვა კვლევა სხვადასხვა დროის პერიოდში მსგავს შედეგებს უნდა აჩვენებდეს და ბოლოს მეოთხე კრიტერიუმი არის ნამდვილი ცხოვრებისეული გამოცდილება. ანუ რეალური ადამიანების გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა შეგვეძლოს ამა თუ იმ დანამატის ეფექტურობის თუ უსაფრთხოების დამტკიცება. ამასთან ერთად ამა თუ იმ დანამატზე ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლია მსოფლიო ანტიდოპინგის, ანუ WADA-ს საიტი შეამოწმო ხოლმე. მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება სულ ნულიდან რომ არ მოგიწიოს, ამ ვიდეოში გაჩვენებ 7 დანამატს, რომლების ეფექტურობაც და უსაფრთხოებაც საკმაოდ კარგად არის გამოკვლეული და დამტკიცებული. ამ სიაში შემავალი დანამატები ძირითადად 3 მთავარ მიზანს ემსახურება. პირველი არის სპორტული შედეგის გაუმჯობესება, მეორე არის სხეულის კომპოზიციის გაუმჯობესება და მესამე ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამის გათვალისწინებით, პირველი დანამატი იქნება კოფეინი. კოფეინი სტიმულანტია, რომელიც მუშაობს ტვინში ნივთიერება ადენოზინის დაბლოკებით. ადენოზინი ზუსტად ის ნივთიერებაა, რომელიც გაგრძნობინებს დაღლილობას. კოფეინის მიღების ეფექტებია გაუმჯობესებული სიფხიზლე და კონცენტრაცია, გაუმჯობესებული ტკივილის ამტანობა, გაზრდილი მოტივაცია, შემცირებული შიმშილის გრძნობა და გაუმჯობესებული გამძლეობა. კოფეინის დღიური მაქსიმალური დოზა დაახლოებით 400 მგ-ია, რაც დღის განმავლობაში უნდა იყოს გადანაწილებული 2 ან 3 დოზაზე მაინც. ყავის ჭიქებით რომ დავითვალოთ 400 მგ, დაახლოებით გამოდის 5 ან 6 ესპრესოს შოტი, 5 ან 6 ჭიქა ჩვეულებრივი ხსნადი ყავა და დაახლოებით 4 ჭიქა უხსნადი, ანუ თურქული სტილის ყავა. რაოდენობები, რა თქმა უნდა, შეიძლება მომზადების დროს გამოყენებული ყავის რაოდენობის მიხედვით. რაც შეეხება ერთ ჯერზე მიღებული უსაფრთხო კოფეინის რაოდენობას, ეს საშუალო ადამიანისთვის დაახლოებით 75-დან 225 მგ-მდეა. ეს დამოკიდებულია ადამიანის წონაზე და მისი კოფეინის მიმართ ტოლერანტობაზე. შენი მაქსიმუმის დოზა რომ გაიგო, საკუთარი წონა გაამრავლე 3-ზე და მიღებული ციფრი იქნება მაქსიმალური კოფეინის რაოდენობა მილიგრამებში, რაც ერთ ჯერზე უნდა მიიღო. უფრო მაღალი დოზები, როგორიცაა მაგალითად 6 მგ 1 კილოგრამ სხეულის წონაზე, ხშირად არ იწვევენ უკეთეს შედეგებს და პირიქით შეიძლება მაღალი პულსი, ზედმეტი ფოთვა და კუჭნაძღავის პრობლემებიც გამოიწვიოს. ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ ადამიანები კოფეინს მხოლოდ ყავიდან არ ვიღებენ. ყავასთან ერთად ასევე ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელები და დანამატები, რომლებიც ხშირად ბევრად მეტ კოფეინს შეიცავენ, ვიდრე 1 ან 2 ჭიქა ყავა. ამიტომ ნებისმიერი ენერგეტიკული სასმლის ან დანამატის მიღებამდე ჯობია ყურადღებით წაიგითხო მისი კოფეინის შემადგენლობა. ამ ვიდეოში ჩამოთვლილი კოფეინის დადებითი ეფექტების მიუხედავად აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კოფეინი სინამდვილეში ენერგიას არ გმატებს. ის უბრალოდ ფარავს დაღლილობის სიმპტომებს. დაღლილობისას კოფეინის მიღება დაახლოებით იგივე რამეა, რაც კბილის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლის დალევა. ტკივილგამაყუჩებელი ტკივილს გააქრობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პრობლემა, რომელიც ტკივილს იწვება, მორჩენილია. ამასთან ერთად კოფეინს შეიძლება ცუდი გავლენა ჰქონდეს ძილის ხარისხზე იმ შემთხვევაში, თუ დაძინებასთან ახლოს, ან უბრალოდ დიდი რაოდენობით მიიღო. კოფეინის ეფექტურობისვა და დაახლოებით 5-დან 6 საათამდეა, ამიტომ დაძინებიდან 5-6 საათით ადრე ყველანაირი კოფეინის პროდუქტის მიღების შეწყვეტა კარგი იდეაა. მეორე დანამატი ჩვენ სიაში იქნება შრატის ცილა, ანუ whey protein. შრატის ცილა ბუნებრივი დანამატია, რომელიც კაზეინის ცილასთან ერთად რძეში მოიპოვება. შრატის ცილა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის და სწრაფად მონელებადი ცილაა, რაც მას იდეალურ ვარიანტად აქცევს ვარჯიშის დროს, ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ მისაღებად. შრატის ცილის 3 კატეგორია არსებობს. პირველი არის კონცენტრატი, რომელიც შედარებით ნაკლებად წმინდა ვარიანტია, იმიტომ რომ ცილასთან ერთად ის სხვა მაკრონუტრიენტებსაც შეიცავს. კონცენტრატი შედარებით იაფი, მაგრამ მაინც ძალიან ეფექტური ვარიანტია. შემდეგ მოდის იზოლატი, რომელიც შედარებით უფრო წმინდა ვარიანტია და შესაბამისად მისი ფასიც მეტია. იზოლატი უფრო ნაკლებად იწვევს კუჭნაძღავის პრობლემებს, მაგალითად როგორც არის შებერილობა. ხოლო მესამე და ყველაზე წმინდა შრატის ცილის კატეგორია არის ჰიდროლიზატი, რომელიც შესაბამისად დანარჩენ 2 კატეგორიასთან შედარებით უფრო ძვირადებს. ჰიდროლიზატის გამოყენება კარგი იდეაა იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი 2 კატეგორია კუჭნაძღავის პრობლემებს იწვევს, ან იმ შემთხვევაში, თუ რძის პროდუქტი
პროდუქტებზე ალერგია გაქვს. მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ აწუხებს, ყველაზე იაფი ვარიანტი ანუ კონცენტრატი საკმაოდ მარტივად საფოვნელი, ყველაზე ხელმისაწვდომი და ასევე ძალიან ეფექტური არჩევანი იქნება. მესამე დანამატი ჩვენს სიაში კაზეინის ცილა იქნება, რაც შრატის ცილის მსგავსად რძეში მოიპოვება. მაგრამ შრატის ცილისგან განსხვავებით კაზეინის მონელებას შეიძლება 7 საათამდე დასჭირდეს, რაც მას იდეალურ ვარიანტად აქცევს ძილის წინ ან ხანგრძლივი შიმშილის პერიოდების წინ მისაღებად. რაც შეეხება მეოთხე რეკომენდაციას, ეს ნახშირწყლების დანამატები იქნება. ნახშირწყლების დანამატები ცილების მსგავსად სწრაფად და ნელამონელებად ვარიანტებად იყოფა. სწრაფად მონელებადი ვარიანტებია სპორტული სასმელები, როგორიცაა მაგალითად ოშეს ბრენდის სასმელი და ასევე ხსნადი დექსტროზის ფხვნილი. ასეთი დანამატების მიღება კარგი იდეა ვარჯიშამდე, ვარჯიშის შემდეგ ან ძალიან ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური აქტივობისას. ხოლო რაც შეეხება ნელამონელებად ნახშირწყლოვან დანამატებს, როგორიცაა მაგალითად ვაქსი მაის, მათი მიღება ძილის წინ ან ხანგრძლივი შიმშილის პერიოდების წინაა რეკომენდებული. ნახშირწყლოვანი დანამატები ხშირად მიკრონუტრიენტებით მდიდარი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია ასეთი დანამატები დღიური ნახშირწყლების მხოლოდ პატარა ნაწილს შეადგენდა. განსაკუთრებით წონის კლების პერიოდებში, როცა კალორიები შეზღუდულია, ნახშირწყლების მიღება წვენებიდან და ფხვნილიდან არც ისე პრაქტიკულია, იმიტომ რომ ასეთ პერიოდებში პრიორიტეტი დანაყრებაა. ანუ როცა წონას იკლებ, თუ საკმარისად დანაყრებულად არ გზნობ თავს, შეგიძლია ნახშირწყლოვანი დანამატები საერთოდ ამოიღო რაციონიდან. მეხუთე დანამატი ჩვენს სიაში იქნება კრეატინი. კრეატინი ბუნებრივი მოლეკულაა, რომელიც უმეტესად ჩვენს კუნთებში მარაგდება და გამოიყენება ენერგიის წარმოსაქმნელად. მაგრამ კრეატინის მარაგები შეზღუდულია და მხოლოდ 5 წამიანი მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის შემდეგ საგრძნობლად მცირდება. ამ მარაგების შევსება შეგვიძლია მაღალი კრეატინის შემცველობის პროდუქტების მიღებით, როგორიცაა მაგალითად საქონლის ხორცი, ან უბრალოდ პირდაპირ კრეატინის დანამატის სახით მიღებით. კრეატინის ეფექტები უკვე მრავალჯერაა გადამოწმებული და დამტკიცებულია, რომ ის სპორტული შედეგის გაუმჯობესებასთან ერთად ასევე აუმჯობესებს კუნთის ზრდას და შენარჩუნებას. მართალია კრეატინის მიღება ადამიანების უმეტესობისთვის საჭირო საერთოდ არ იქნება, მაგრამ თუ სერიოზულად უდგები შენს მიზნებს და მაქსიმალური შედეგის დანახვა გინდა, კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა ამისთვის. კრეატინის მიღების დაწყებისას ის უნდა გაითვალისწინო, რომ დაახლოებით პირველ 2 კვირაში სადღაც შენი წონის 3%-ის მომატება მოსალოდნელია. მაგრამ ეს მომატებული წონა წყლის ხარჯზე იქნება, რომელიც ძირითადად კუნთებს შიგნით გროვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნთები შედარებით უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. როცა კრეატინის მიღებას შეწყვეტ, ეს ზედმეტი წყალიც გამოვა და წონასაც დაიკლებ. შემდეგი დანამატი ჩვენს სიაში იქნება მულტივიტამინი. უმეტეს შემთხვევებში ჯანსაღი დაბალანსებული კვება, რომელიც შეიცავს ჯანსაღ ცილებს, ცხიმებს, ბურღულეულს, ხილს და ბოსტნეულს, სრულიად საკმარისი იქნება ყველა მიკრონუტრიენტის მისაღებად. მაგრამ ასევე არსებობს ისეთი მომენტები, როცა შეგიძლია კვებაში არსებული ნაკლები მულტივიტამინის მიღებით შეავსო. ამის საჭიროება ხდება, როცა რაღაც მიზეზების გამო უბრალოდ არასრულფასოვანი კვება გაქვს, ან კალორიული დეფიციტის გამო, ანუ იმის გამო, რომ არასაკმარის საკვებს იღებ, რაღაც მიკრონუტრიენტები გაკლდება. ასეთ პერიოდებში მულტივიტამინის მიღება საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხო გზაა დღიური მიკრონუტრიენტების ნორმის შესავსებად. და ბოლოს დაგვრჩა ომეგა-3 ცხიმის დანამატი. თანამედროვე დიეტების უმრავლესობა ნაკლებ ომეგა-3-ს შეიცავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებშიც ომეგა-3-ის ნაკლებობა საკმაოდ ხშირია. ომეგა-3-ის მიღება შეგვიძლია ზღვის პროდუქტიდან, თხილეულიდან, თესლეულიდან და მცენარეული ზეთიდან. ამიტომ თუ შენი კვების რაციონი ამ პროდუქტებით მდიდარია, მაშინ შეგიძლია შედარებით მშვიდად იყო, იმიტომ რომ ომეგა-3-ის დანამატის მიღება დიდი ალბათობით არ გჭირდება. მაგრამ თუ ასე არა, დანამატის მიღება საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხო ვარიანტია დღის განმავლობაში საკმარისი ომეგა-3-ის მისაღებად. რაც შეეხება იმ დანამატებს, რომლებიც ამ სიაში არ მოხვდნენ, მაგრამ ძალიან ხშირად გვესმის. მაგალითად, ბეცია, ცხიმის მწვერები და ასე შემდეგ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ თუ რომელიმე დანამატი ჩვენ სიაში არ მოხვდა, იმას არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად უვარგისია. უბრალოდ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს მის უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით. დასაწყისისთვის ამ სიაში მოცემული დანამატებით შეგიძლია დაიწყო და თუ შემდეგ რომელიმე დანამატი დაგაინტერესებს, შეგიძლია ამ ვიდეოში მოცემული კრიტერიუმებით შეაფასო და განსაზღვრო, რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება მისი მიღება. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.